მოგესალმებით, მე გიორგი ნაზღაიძე ვარ, თქვენ საზოგადოებრივი ორგანიზაცია AIS-ის ვიდეო განხილვებს უყურებთ. საქართველოს რელიეფისა და მეტეოპირობების გათვალისწინებით ყველაზე მნიშვნელოვან ცოდნად ტყეში მოხეტიალე ადამიანისათვის მიმაჩნია ნებისმიერ პირობებში ცეცხლის დანთების უნარი. რატომ? უამრავ ფუნქციას ასრულებს ცეცხლი ლაშქრობისას, ტანსაცმელს ვაშრობთ, საჭმელს ვამზადებთ, ნადირს ვაფრთხობთ და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ზამთრის გასვლებზე ყინვიანი ღამეების დროს ვთბებით და კომფორტულად ვართ. ცეცხლის დასანთებად აუცილებელია საწყისი სითბოს წყარო, ეს შეიძლება იყოს ალიან ნაპერწკალი, ასევე გვჭირდება აბედი, ადვილადაალებადი მასალა, ხელოვნური ან ბუნებრივი, ფიჩხი და ბოლოს უკვე ძირითადი შეშა. დღეს ვისაუბრებ ზოგად პრინციპებზე, ხოლო შემდგომ უკვე ცალ-ცალკე ეპიზოდს დავუთმობ თითოეულ კომპონენტს დეტალური განხილვისათვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სათანადო შეშა უნდა შევარჩიოთ. ყოველთვის ვეცადოთ, რომ გამოვიყენოთ ისეთი ხმელი ხეები, რომლებიც ჯერ არ წაქცეულა და ისევ ფეხზე დგას, რატომ ისინი მაქსიმალურად გამომშრალია და ამასთან არც დაფუტუროვებული არ არის, შესაბამისად დიდი რაოდენობით სითბოს გამოყოფს. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ ხოლმე ხმელ ხეებს შეშისთვის და არასდროს არ ვჭირით ნედლს. ამ ხელა ზომის შეშის დასამუშავებლად ყოველთვის ჯობია ვიხმაროთ სათანადო ზომის ხერხი, რათა დავზოგოთ ენერგია. ჭეშმარიტი ფიჩხი აუცილებლად კაცუნით უნდა ტყდებოდეს, ეს ნიშნავს, რომ კარგად გამომშრალია და ამასთან არც დამპალი არ არის. ყოველთვის მოვერიდოთ საწვავის პირდაპირ მიწიდან აღებას, რადგან ტყეში როგორც წესი ნიადაგი სველია, ანესტიანებს ხეებს, ისინი ლპება და საშინელი საწვავია, არც სითბო არ აქვს და უამრავ ყვავილს გამოყოფს. ესეთი დაფუტუროვებული ხეები არის. გარდა თვითონ შეშის ხარისხისა, მნიშვნელოვანია ზომებიც. რას გულისხმობ, ყველაზე ხშირი შეცდომა, რასაც უშვებენ, არის რომ დიდი ზომის მორებს დაალაგებენ ერთმანეთზე, ერთასანს მიაგდებენ და მერე უკვე ცეცხლი რატომ არ დაინთოო. ოქროს წესია, ვიწყებთ ძალიან პატარა წკირებით, პატარა ფიჩხით და ეტაპობრივად ნელ-ნელა ზრდით ჩვენი შეშის დიამეტრს. ამას თუ გავაკეთებთ, გარანტირებულად ხარისხიანი ცეცხლი გვექნება. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორ შევარჩევთ აბედს. აბედი არის ძალიან ადვილადაალებადი მასალა, რომელიც არსებობს როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური. მაგალითად, არყისხის ქერქი და მშრალი ნავთი. საუკეთესო აბედი ერთი ნაპერწკლითაც კი უნდა ინთებოდეს, დღევანდელი დემონსტრაციისთვის გამოვიყენებთ კარგად გამოხმარ წვრილ ბალახს. მას შემდეგ, რაც მოვიმარაგებთ ცეცხლის ყველა კომპონენტს, აბედს, ფიჩხს, ძირითად შეშას, უკვე უნდა შევუდგეთ კოცონის მშენებლობას. პირველ რიგში უნდა შევარჩიოთ ნორმალური ადგილი, რაც გულისხმობს, გარშემო უნდა იყოს მიწა მოსუფთავებული, რათა ცეცხლი არ გადაედოს და არ გავრცელდეს. ასევე უნდა ავიხედოთ ზემოთ, რომ წიწვები, გამხმარი ტოტები არ იყოს ძალიან ახლოს ალთან და შევამოწმოთ მიწა. თუ კი ნიადაგი სველია, შეგვიძლია პატარა პლატფორმა ავაშენოთ ტოტებისგან და უკვე ამ პლატფორმაზე დავიწყოთ ცეცხლის დანთება. ვაწყობთ ჩვენს გამხმარ ბალახს, შემდგომ უკვე ვალაგებთ მეტნაკლებად ქაოსურად ფიჩხს. ჯერ არ ვაყრი ძირითად შეშას და არც უფრო მსხვილს. ვანთებ სანთებელათი. და პროცესი დაწყებულია. საწყის ეტაპზე შეგვიძლია ჩვენი ფილტვები მივახმაროთ, უფრო ადვილად რომ დაინთოს ცეცხლი. და უკვე რო აგიზგიზდება, დავიწყებთ ნელ-ნელა უფრო დიდი დიამეტრის შეშების შეკეთებას. დღეს განვიხილეთ ცეცხლის დანთების საბაზისო და აუცილებელი ეტაპები. თუ კი მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ შემდგომ ეპიზოდებს, სადაც განხილული იქნება ცეცხლის დანთების პროცედურები გაცილებით უფრო დეტალურად.